თემურ ბასილია დაკავებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად. ამერიკელმა სამართალდამცველებმა ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის ვაშინგტონში დღეს დილით დააკავეს. ბასილია ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რაზეც 2 წლიანი განხილვის შემდეგ უარი მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახური გეგმავს მის დეპორტაციას საქართველოში უახლოეს მომავალში. ბასილიას ოჯახის წევრები თბილისში ლერმონტოვის ქუჩაზე ცხოვრობენ. სახლში მყოფმა ბასილიას სიმამბრმა სიძის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გავიგე. თუ ცადათ დაკავშირება? არა, არც ტელეფონი ვიცი და გამორიცხულია. საერთოდ რამდენიმე წელიწადია არც დაკავშირებული. თემურ ბასილიას ადვოკატი შალვა შავგულიძე დეტალების გარკვევამდე კომენტარისგან თავს იკავებს. მანამდე ბასილიაზე ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წევრები საუბრობენ. ჩემი თანამდებობრივი უფლებამოსილებისა და ვალდებულებების ფარგლებში ხო არასდროს არაფერი არ შემიმჩნევია. პირიქით სამართალდამღებებისათვის ის ყოველთვის იყო კაცრი და შეიძლება ითქვას რეაგირებდა ძალიან სწრაფად და ებრძოდა. თემურ ბასილიამ საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა. გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი გულგრილობა და თაღლითობაში თანამონაწილეობა წაუყენა. 2005 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილიას დაუსწრებლად მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლიდან კი მასზე წითელი ცირკულარით ზებნა გამოცხადდა. სახელმწიფო მედიამ ბოლოს ის ოპოზიციის დამფინანსებელთა სიაში მოიხსენია. თვითონ თემურ ბასილია კი კამერების წინ შარშან გაზაფხულზე გამოჩნდა. ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ამერიკის პროგრესის ცენტრში ღონისძიებას დაესწრო. იძულებული გახდები ახლა პოლიციას დაუძახო რა. გითხარით რა? ეხლა სად მუშაობთ? ეგ მაინც რასაკეთებთ ვაშინგტონში ხე შეიძლება? ორი სიტყვით. ეხლა დაურეკო პოლიციას, ახლა იძულებას თუ გახდით რა. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის დეპორტაცია საქართველოში. პოლიცია თემურ ბასილიას სავარაუდოდ თბილისის აეროპორტში დახვდება.